გადაცემას კი ვიწყებთ მეთაური ყასაბის ქართული ამბავით, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ახლა ამერიკაში განსასჯელი სკამი ელოდება. მეთაური ყასაბი ეს მისი მეტსახელია, ნამდვილი სახელი და გვარი კი მიხეილ შხიკუშვილია. 21 წლის ახალგაზრდა ნიუ-იორკში მასობრივ ტერორისტულ აქტებს ამზადებდა. ბრუკლინის ფედერალური სასამართლოს კომისიის საბრალდებო დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შხიკუშვილი მიმდევრებს მოუწოდებდა დაემზადებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობები, სკოლებში მოსწავლეები ჩაეცხრილათ და ქალები გაეუპატიურებინათ და მოეკლათ. 21 წლის ახალგაზრდა საკუთარ თავს მანიაკი მკვლელების კულტის ლიდერად ასახელებდა. ვიდრე მასობრივ ტერორისტულ აქტებს დაგეგმავდა, რა გზა გაიარა ბავშვობაში, რა ინტერესები ჰქონდა და რატომ ურჩია კლასის დამრიგებელმა მშობლებს თან რამდენჯერმე, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან მieყვანათ. ნინი ჟიჟიაშვილმა იმუშავა თემაზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნინი, აი ქართული ამბავი როგორი არის ამ ადამიანის და რას ყვებიან პედაგოგები, რა თქმა უნდა ჩვენ არავის იდენტიფიცირებას არ მოვახდენთ, მაგრამ რა იყო ის მთავარი გზა, რომელსაც ის გადიოდა ბავშვობაში? ჩვენ ვიყავით 171 სკოლაში, ვესაუბრეთ მიხეილ შხიკუშვილის პედაგოგებს, რომელთა ვინაობასაც ბუნებრივი არ ვიტყვით, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ასევე ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც შხიკუშვილს იცნობდნენ ბავშვობიდან. პედაგოგები გვიყვებიან მისი ბავშვობის წლებზე 10 კლასამდე პერიოდზე, რადგან შხიკუშვილის კლასს შემდეგ 11-12 კლასის გავლა დისტანციურად მოხდა პანდემიის გამო და პედაგოგები ფიზიკურად ვერ მიყვნენ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მაგრამ პედაგოგები 10 კლასის მონაცემებითაც კი ამბობენ და მათ იცოდნენ, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თავს აიდენტიფიცირებდა ნეონაცისტად ბავშვობიდანვე, ჰქონდა საეჭო მიდრეკილებები და ინტერესები და ამ საქმეში ჩართული იყო პოლიცია, იხსენებენ ასევე არაერთ ინციდენტს პედაგოგები, რამაც განსაკუთრებით შეაშფოთა შხიკუშვილის მასწავლებლები და ისინი ოჯახს სთხოვდნენ და მათგან შემდეგ უკვე პოლიციის ძალით მოითხოვეს, რომ საქმეში ჩაერთოთ ფსიქოლოგი და რეაბილიტაციის კურსსაც მათი ინფორმაციით მიხეილ შხიკუშვილი გადიოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო პოლიციაც და სამართალდამცავებიც ამბობდნენ, რომ ამ ასაკის მოზარდს შეუძლებელია ჰქონოდა ასეთი დეტალური ინფორმაცია ტერორიზმის შესახებ და მასობრივი მკვლელობების დაგეგმვის შესახებ. ამის შემდეგ ჩვენ ვყვებით მის ამერიკულ ისტორიასაც, ამას უკვე ვაკეთებთ FBI-ის ერთ-ერთი სპეციალური აგენტის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც ერთვის მიხეილ შხიკუშვილის დაკავების მოთხოვნას. ამ დოკუმენტს ჰქვია ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ შხიკუშვილის წინააღმდეგ და იქაც იყო ისეთი დეტალები, რომელიც ჩვენ სიუჟეტში სპეციალურად არ მოვყევით, რადგან ეს შესაძლოა ჩათვლილიყო დანაშაულის წახალისებად და აი ამ დეტალებს უკვე როგორი იყო და როგორია შხიკუშვილის ქართული ამბავი და შემდეგ უკვე როგორ გახდა ის ინტერნაციონალური დამნაშავე, უკვე ამას ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. ფილმები Warner Brothers Entertainment უკვლელობაზე რო არის ჰორორები, ექშენი, ეროტიკული დამანები თავი ეს მიხეილ შხიკუშვილია, ბიჭი, რომელიც FBI-ის მოთხოვნით აიყვანეს და ახლა 50 წლიანი პატიმრობა ემუქრება. იქამდე სანამ ნეონაცისტი მანიაკალური მკვლელობების კულტის ხელმძღვანელი გახდებოდა და საკუთარ თავს მეთაურ ყასაბს დაარქმევდა, საბურთალოზე 171 სკოლაში სწავლობდა და თანაკლასელები მის შოს ეძახდნენ. აი მოსეს ისტორია. ეს მოსეს და ჩუჩა. ებრაელი თემი იყო ის, რაზეც ბავშვობიდან ხუმრობდა. დასრულ ასაკში კი ებრაელები მისი როგორც ტერორისტისა და მასობრივი მკვლელობის დამგეგმავის მთავარ სამიზნედ გადაიქცნენ. ვიყავით 171 საჯარო სკოლაში. ვესაუბრეთ მის პედაგოგებს. როგორც ამბობენ, ვიზუალურად შემჩნევა ძნელი იყო, მაგრამ მისმა კლასელებმა და მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ მიშოს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ფიზიკურად რო შეხედავთ, ვერ წარმოიდგენთ, რომ ეს ბავშვი აი ბურსაც კი აფრენს, აი ვერაფრით ვერ წარმოიდგენთ, ისეთი იყო. თავისი ვიზუალურობით, მე ვატყობდი, რომ რთული იყო. ძალიან შემაშფოთა ფაქტმა, როდესაც ბავშვმა მითხრეს, რომ საშინო ვიდეოებს გვიგზავნის. და ნუ მე გამოიყვა, რომ ეს ვიდეოები ქონდა, რომელიც აი ძირითადად მკვლელობებს სისხლი. გვაქვს ის ფოტო-ვიდეო მასალაც, რომელსაც მოზარდი თანაკლასელების ჩატში აგზავნიდა. ყველა ვიდეო ერთნაირად შემზარავია. ყველგან ჩანს, როგორი სისასტიკით კლავენ ტერორისტები უდანაშაულო მოქალაქეებს და არც ერთ ამგვარ ვიდეოზე მოზარდს წესით ცდომა არ უნდა ჰქონდეს. ამავე ჩატში შხიკუშვილი აგზავნიდა მიმებს და ხუმრობებს ასევე ტერორისტებზე და მასობრივ მკვლელობებზე.
როცა სკოლის მსროლელი გოგოა და ამიტომ ბიჭების ტუალეტში იმალები. თანამედროვე პრობლემები თანამედროვე გადაჭრის გზებს მოითხოვს. ამ სკრინებშივე ჩანს, რომ მსგავს ხუმრობებსა და ვიდეოებზე თანაკლასელების რეაქცია ყოველთვის უარყოფითი იყო. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა მიშოს ინტერესები და მიდრეკილებები თანაკლასელების ჩატს გასცდა. საშინელი პრეზენტაცია გააკეთა რუსულის პედაგოგთან და მე მქონდა ამის განხილვა და თვითონ განგაში ატახა ქალბატონმა. ხოთეშორის მე საპოლიციო განყოფილებაშიც იყო საუბარი, რომ ეს ისეთ არხებზეა შესული და ისეთ არხებს, რომელზე წოდომაც ყოველს არ უნდა ქონდეთ. პრეზენტაცია იყო, თავისი არჩეული თემა იყო ტერორიზმი. საქმის სტანდარტულ მტკიცებულებებში არის მიმოწერად, სადაც ბრალდებული წერს, რომ სძულს აზიელები და როგორც აღმოჩნდა, ეს სიძულვილიც მოზარდობის ასაკიდან იღებს სათავეს. ის მიშო მოხდა ფაქტის წინაშე ვიღაცას ქუჩაში ესეთი არა ქართველი ხა ზუსტად არ მახსოვს არ გეტყვით ან ინდუსი ან არაბი ფოტოებს უღებდა და ფოტოებს უღებდა რა თქმა უნდა იმან პოლიციაში დაარეკა რაცა ველაპარაკა რა ხდებოდა რატომ გააკეთა არაფერი უბრალოდ ფოტო გადაუღე და მეტი არაფერია ესეთი რას ნიშნავს რატო გადაუღე ეს მიდიოდა თავში რატომ გააკეთა ახლა ეს როგორ გამოიყვანე თავი რომ ვითომ ესე ხუმრობით მეტი არაფერი მაგრამ ხო ვიცოდი რომ ეს პრობლემა ქონდა საბოლოოდ საქმეში პოლიცია ჩაერთო და სკოლის ადმინისტრაციამ, რომელთანაც მიხეილ ჩხიკვიშვილის მშობლები არ თანამშრომლობდნენ, ოჯახს კატეგორიულად მოსთხოვა ბავშვი ფსიქოთერაპიაზე მieყვანათ. ჩართული იყო უკვე საპოლიციო განყოფილებაში. ჩვენი მოთხოვნა სკოლის მოთხოვნით უნდა მშობლებთან ჩვენ ფაქტიურად კომუნიკაცია იმის იქით ვერ დავამყარეთ. ერთადერთი კატეგორიული მოთხოვნა იყო ჩვენგან რომ ეს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდა. ეს მშობელმა იყო მერე თავის თავზე. ჩხიკვიშვილის კლასს ბოლო 2 სასწავლო წლის გავლა პანდემიის გამო დისტანციურად მოუხდა. შესაბამისად პედაგოგებმა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გაკონტროლება ვეღარ შეძლეს. შემდგომ ეს პანდემიის პერიოდი დაიწყო და მე ბავშვთან ჩვენ სკოლამ ზოგადად ბავშვთან დავკარგეთ კონტაქტი. მართალი გითხრათ, ალბათ ეხლა უფრო დავფიქრდი, ხომ არ უნდა მომეკითხა, ხომ არ უნდა მეკითხა ბავშვის მდგომარეობა, მაგრამ რატომღაც ეთყობა ხوارი რა, საწყოჩესომას ჩემიდან გამდინარე ვამბობ, რომ ალბათ ბოლომდე უნდა ვიყოლოდი. როგორც ჩხიკვიშვილის ნაცნობები გვიყვებიან, სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ხორცის მჭრელად ყასბად მუშაობდა და სწორედ ეს სახელი აარჩია კრიმინალურ დაჯგუფებაში საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის. მე ვარ მეთაური ყასაბე, ნაციონალ-სოციალისტი დაბადებიდან და MMC-ის კურატორი, რაც იშიფრება როგორც მანიაკალური მკვლელობის კულტი. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მომიკლავს თეთრი რასის გულისთვის და მსურს მეტი ქაოსი შემოვიტანო ამ დამპალ სამყაროში. ეს ციგნი განკუთვნილია მკითხველებისთვის, რომლებიც არიან სასტიკი მეომრები ან მზად არიან გახდნენ ასეთები. ჩვენი მთავარი მიზანია გავავრცელოთ ლუციფერის ცეცხლი და გავაგრძელოთ მისი გზა ეთნიკურ წმენდაზე. ეს კი ნაწყვეტია ჩხიკვიშვილის დაწერილი მანიფესტიდან სათაურით მოწულეთა სახელმწვანელო. გამოძიების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჩხიკვიშვილმა ამ მანიფესტის 3 ვერსია შექმნა. ეს იყო ერთგვარი ინსტრუქცია მანიაკალური მკვლელობების კულტის წევრებისათვის. ამ დაჯგუფებასაც რამდენიმე სახელი აქვს და ყველა მათგანში ფიგურირებს სიტყვა მანიაკი. FBI-ის სპეციალური აგენტი წერს, რომ მან ამ დაჯგუფების ისტორიაც შეისწავლა. ეს არის რუსულ-უკრაინული წარმომავლობის მოძალა და ექსტრემისტების გაერთიანება, რომელთა ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსულია. ბევრი სიცრუე გაჩნდება ჩვენს რიგებში. ან შეეცდებიან საკუთარ თავს ჩვენიანი დაარქვან. შენთვის აქ ადგილი არ არის. თუ რამე ნამდვილად არ გააკეთე და ეს არ ნიშნავს სპორტ დარბაზში სიარულს, ან ბუნებაში ნაგვის გადაყრას, არამედ მხოლოდ მტრების სისხლის დაღვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არაფერი ხარ. ჩვენ არავის ვწყალობთ. ყველა ჩვენი იდეების წინააღმდეგი უნდა განადგურდეს. ჩხიკვიშვილი დაჯგუფების წევრებისაგან მოითხოვდა, რომ ჩადენილი დანაშაულების ფოტო-ვიდეო მასალა გადაეღოთ და მისთვის მიეწოდებინათ. თვითონ კი წერდა, რომ თეთრი რასის სახელით არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და ამით ამაყობდა.
ჩხიკვიშვილი ასევე ტრაბახობდა, რომ მან ზიანი მიაყენა და სცადა ებრაელი მსხვერპლის მოკლა ბრუკლინში, ნიუ-იორკში. კონკრეტულად 2022 წლის 11 ივლისს ჩხიკვიშვილმა დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მე ვმუშაობ სარეაბილიტაციო ცენტრში, კერძო ებრაულ ოჯახში. ვიღებ ფულს მომაკვდავი ებრაელის წამებაში. გონი დღეს კინაღამ მოვკალი. თუ ის მალე მოკვდება, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება. ჩხიკვიშვილმა თანამოაზრეს თავისი სავარაუდო მსხვერპლის რამდენიმე ფოტო გაუგზავნა და ტრაბახობდა, რომ დაზარალებულს ზიანი მიაყენა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიხეილ ჩხიკვიშვილი ბრუკლინში მართლაც ცხოვრობდა, ბებიასთან და ებრაულ ოჯახში მოხუცის მომვლელადაც მუშაობდა. სწორედ ებრაელი ბავშვები იყვნენ მის მიერ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობის სამიზნე. საქმესთან ერთვის სკრინი, როგორ გასცა ჩხიკვიშვილმა ტერორისტული აქტის ზუსტი მითითება. ვყიდულობთ მომწამლავ მასალებს, ანონიმურად ვიყენებთ მიტანის სერვისებს ან ვიხდით ნაღდი ფულით, რომ არ დაფიქსირდეს ჩვენი საბანკო ანგარიში. ამის შემდეგ განხილულია ტერაქტის ყველა დეტალი და ანონიმურობის დაცვის გარანტია. მთავარი იდეა ის იყო, რომ სანტა-კლაუსის ფორმებში გადაცმულ პირებს ახალი წლის წინა დღეს ებრაელი ბავშვებისთვის საჩუქრები დაერიგებინათ. თუ ამას ვერ შეძლებდნენ, ჩხიკვიშვილის თავაზობდა ალტერნატივასაც. შეგიძლიათ ასევე საჩუქრებით სავსე წინდები დატოვოთ შემთხვევითი სახლების გართან, რომლებიც არ კონტროლდება. განსაკუთრებული ზიზღი და აგრესია ებრაელებისადმი უკვირთ ჩხიკვიშვილის ოჯახის ახლობლებს. საცხოვრებელ მისამართზე ოჯახის წევრები ბოლო პერიოდში არ გამოჩენილან. მათი მეზობლები კი გვიყვებიან, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილის ბებია, რომელსაც ის ბრუკლინში სტუმრობდა, ეროვნებით ებრაელია. ძალიან კაი ქალბატონი იყო ისიც. არ ვიცი, რა მოხდა, შემდგომში ბებიაც ებრაელი იყო. ბებია იყო ებრაელი. ეს ბებია, რომელიც იქ არის. ბატონო, თვითონ აი ზუსტად ებრაელი ბავშვების დახოცვა ეს არის შოკის მომგვრელი. ებრაელების გარდა მიხეილ ჩხიკვიშვილის მთავარი სამიზნე იყვნენ ეთნიკური უმცირესობები, აზიელები, ჟურნალისტები, რომლებიც მასობრივი მკვლელობების სქემებზე მუშაობდნენ. ჩხიკვიშვილი თანამოაზრეებს მოუწოდებდა, რომ გაეუპატიურებინათ და მოეკლათ რაც შეიძლება მეტი ქალი. FBI-ის სპეციალური აგენტის ანგარიშში დევს ბრუკლინელი ქალის ჩვენებაც, რომელთანაც ჩხიკვიშვილს სავარაუდოდ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. ინდივიდი ერთი, ასე მოიხსენიებს მას გამოძიება. ქალის ბოლო ჩვენებით ჩხიკვიშვილი მას წერდა, რომ აუცილებლად მოკლავდა. ინდივიდმა ერთმა განაცხადა, რომ ჩხიკვიშვილი დაუკავშირდა მას 2023 წლის ბოლოს ერთ-ერთ პლატფორმაზე, პირდაპირი შეტყობინებით. ჩხიკვიშვილი მას ემუქრებოდა, მათ შორის მისი მოკლა სურდა. ინდივიდმა ერთმა განაცხადა, რომ ჩხიკვიშვილი ტრაბახობდა ჩადენილი 22 ძალადობრივი აქტით, როგორიცაა გაუპატიურება და უთხრა, რომ სურდა შეერთებული შტატების მთავრობის განადგურება. მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ 6 ივლისს სტამბული კიშინიოვის რეისზე დააგავა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირების შემდეგ მას 4 მუხლით გაასამართლებენ. თითოეულისთვის გათვალისწინებული სასჯელის შეკრების შემდეგ ბრალდებულს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიხეილ ჩხიკვიშვილი დაკავებულია, მაგრამ არავინ იცის მსოფლიოს მასშტაბით კიდევ რამდენი ნაცისტია გაწევრიანებული დაჯგუფება მანიაკალური მკვლელობების კულტში. ახლა კი ოცნების ამნისტია, რომელიც შერჩევითია და მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებს ეხება. წინასაარჩევნო ხმების მობილიზებისთვის როგორც მოსალოდნელი იყო ივანიშვილის პარტიამ საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი კანონპროექტის მოამზადა. ამნისტია თავისი შინაარსით ჰუმანური აქტია და რა სახითაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ის და ვისაც არ უნდა შეეხოს, მაინც დადებითი გადაწყვეტილებაა. თუმცა კანონპროექტის გამოქვეყნების პირველივე დღიდან მას პატიმრები და მათი ოჯახის წევრები აპროტესტებენ, თან ისე რომ ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც კი მიმართა. ის რომ ამნისტიის ეს ვერსია პოლიტიკური მოტივით არის დაწერილი, დასტურდება იმითაც, რომ არანაირი შეღავათი აპრილ-მაისის აქციის დემონსტრანტებს, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ოცნების რუსულ კანონს აპროტესტება და არ შეეხებათ. ოცნების ამნისტიის კანონპროექტის დეტალები დავით კობიძემ შეისწავლა და ახლა ის არის ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში. დავით, რატომ ამბობენ პატიმრების ოჯახის წევრები, ვისაც უშუალოდ უნდა შეეხოს, რომ ეს რეალურად არავის არ ეხება და რატომ არის პოლიტიკური მოტივით დაწერილი ეს ამნისტია? ის რომ კონკრეტული ფორმით მიღებული ამნისტიის უკან დგას ქართული ოცნების პოლიტიკური მიზნები, ამაზე უკვე არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ უკვე თავად პატიმრები, მათი ოჯახის წევრებიც საუბრობენ და უფლებადამცველებიც, ის ადამიანები, ვინც წლებია სისხლის სამართალზე მუშაობენ, ისინი ჩვენ სიუჟეტში დეტალურად განმარტავენ თუ რა ხარვეზებია კონკრეტულ კანონპროექტში და რატომ არის ამ ფორმით მიღებული კანონპროექტი
აბსურდული, ამას იურისტები საკმაოდ დეტალურად განმარტავენ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ის რაოდენობის პატიმარსაც შეეხება კონკრეტული ფორმით ამნისტია არის საკმაოდ მცირე და იმის გათვალისწინებით, რომ 12 წლის განმავლობაში საყოველთაო ამნისტია ქვეყანაში არ ყოფილა, აუცილებელი იყო იურისტების განმარტებით, რომ უფრო მეტი რაოდენობის, უფრო სწორად ყველა პატიმარს შეეხებოდა, თითქმის საყოველთაო ყოფილიყო. კი ბატონო, ეს კანონმდებლობის მუხლების გარდა, თუმცა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელიც იქნებოდა კანონპროექტში, ყოფილიყო ისეთი, რომლითაც გასამართლებულ ადამიანთა რიცხვი არის დიდი. ახლა კი იურისტები განმარტავენ, რომ კანონპროექტში მიუხედავად იმისა, რომ 300-მდე მუხლია შეტანილი, ამ მუხლებით გასამართლებული ადამიანების რაოდენობა არის საკმაოდ მცირე, შესაბამისად, იმ პირების რიცხვიც, ვისაც შეეხება ეს ამნისტია არის საკმაოდ მცირე. ეს არის სწორედ პროტესტის საფუძველი და შიმშილობის საფუძველი, რომელსაც მიმართეს პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას პატიმრებმა საკმაოდ ბევრ პენიტენციურ დაწესებულებაში, მათი ოჯახის წევრები კი ქუჩაში არიან გამოსულები, ერთადერთი მოთხოვნით, რომ ამნისტია ყველა პატიმარს 1/4-ით მაინც შეეხოს. ყოველდღე ქალები იწვივა, ყოველდღე ვიღაც სუდად ხდება სასწაული ამბავი ხდება. ბოლომდე გავაპროტესტებთ, აუცილებლად არ ვიცი, ვინ გადაყვება ამას, ვინ ცოცხალი დარჩება, ვინ მკვდარი დარჩება. ეს ამნისტია არის დაცინვა მოსახლეობის. 5 კაცი თუ გამოუშვი საპატიმროდან ეს ამნისტია, ამნისტიას ნუ არ დაარქმევენ მაშინ, ხო? ამნისტიასაც აყალბებენ. უშვებენ ისეთებს, ვინც იცია რომ ხმას მისცემენ. თითქმის 70% შიმშილობს ციხეებში პატიმრები. ქართული ოცნების წინასაარჩევნო ამნისტიამ პატიმრები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე, შიმშილობამდე მიიყვანა. მათი ოჯახის წევრები კი ქუჩაში გამოიყვანა. 19 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები შეძახილებით ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ დეპუტატებისთვის, რომლებმაც მმართველი უმრავლესობის ინიცირებულ მორიგ სადავო კანონპროექტს პირველი მოსმენით ხარი დაუჭერეს. როცა კობახიძე გამოვიდაო ტელევიზიოდ, ციხე ინგრევოდაო, ისე პატიმრებს ისე გაუხარდა, რომ იქნება ამნისტია, რაღაცა პატარა შეღავათი. ხო, ეხლა უკვე შიმშილობა დაიწყეს. ელადა ახმედოვა 25 წლის პატიმრის დედაა. მისი შვილი 1 წელია სასჯელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდის. ამნისტიას ელოდა, თუმცა დღეს სხვა პატიმრების ოჯახის წევრების მსგავსად თავს მოტყუებულად თვლის. მუხლე ეკუთვნის, პუნქტი არ ეკუთვნის. პირველი პუნქტი ეკუთვნის. პირველ პუნქტში მე ეხლა ვფიქრობ, იქნება ალბათ სადღაც 10 კაცი, მეტი არა. და მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთეში იქნება ალბათ 7,000 კაცი. მართლა დაცინვა არის ეს. მე ესე ვფიქრობ. და კატეგორიულად ვთხოვ 1/4 ყველა პატიმარს. ახან არჩევნები ახლოვდება. ეხლა ვითომ რაღაც ამნისტია გამოუშვეს. რაღაცა. პატიმრის ოჯახის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კანონპროექტის უკან ოლიგარქის გუნდის წინასაარჩევნო მიზნები დგას და ხელისუფლება პატიმრობიდან მხოლოდ იმ პირებს ათავისუფლებს, მისი დახმარების იმედიც ოქტომბერში აქვთ. ზოგ მუხლს პირველ ნაწილს ეხება, ზოგს მეორე ნაწილს, ზოგს სხვადასხვა ნაწილები აქვს და ყველას არ ეხება. პირობითებს რომ მოუკლეს, ეს არაფერს არ ნიშნავს. ის მძიმე პატიმრები იქ კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ბევრი პატიმარი იქ ტყუილას იციან კარგად. ეს შეთხსული და ძალით შეკერილი საქმეებით არიან. პატიმრების ოჯახის წევრები სისტემურ პრობლემებზეც საუბრობენ. გვიყვებიან, რომ უკანონობისა და უსამართლობის მსხვერპლი მათი ოჯახის წევრებიც გამხდარან. ახლა კი ამნისტიის იმედად დარჩენილებს ხელისუფლება ამ იმედსაც ართმევს. უსამართლობა ხდება, გაბერილი არის 1 წელი ეკუთვნის ადამიანს, 7 წელი გამოგაქვს. 1/4 რო შეახო, ესეც არ გინდა. უკანონო მუხლიძის, მაგრამ წადი და დაუმტკიცე, ვერ დაუმტკიცებ, იმიტომ რომ ეგრე უნდათ. მუხიანის პოლიციამ ესე მითხრაო, მე ესე მინდაო. რაშიც დანაშაული ჩაიდინა, იმაში გაასამართლონ, იმაში დამნაშავეა და რაშიც არ ჩაუდენია, იმიტომ რომ იქ ბევრია წლები. იმაში ნუ გაასამართლებენ, ამ შემთხვევაში ამათი ამნისტია საერთოდ აღარ დაგჭირდება. ამნისტიაც აღარ უნდათ რომ გამოუშვან. მსჯავრდებულების ოჯახები მოითხოვენ, რომ რადგან ამნისტია ჰუმანური აქტია, მაშინ ის ყველა მუხლით გასამართლებულ პირს შეეხოს და პატიმრებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდეს.
არის ისეთი მუხლები, რომელი მუხლებსაც სუბუქი დანაშაული აქვს და არ ეხება. არის ისეთი მუხლებიც გათვალისწინებული, რომ პატიმარი საერთოდ არ აყავს საქართველოს და იმ მუხლებს ეხება. უმრავლესობა მძიმე მუხლებით ზის საპატიმროებში. როგორი ამინისტიაც გამოდის, თუ კი არავის არ შეეხო, ვიღას უნდა შეეხოს. ჩვენ ისედაც გარეთ ავართ, ამას არ ქვია ამინისტია. იმ მუხლებით გასამართლებული პატიმრების რიცხვი, რომლებსაც ამნისტია შეეხება, მცირეა. ამიტომ პატიმრის ოჯახის წევრების მსგავსად, უფლებადამცველებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების ამნისტია მოჩვენებითია და პატიმრების მცირე ჯგუფზეა გათვლილი. მე პირადად როგორც უფლებადამცველს და ადვოკატს მრჩება განცდა, რომ გეგმიური კანონპროექტი მიიღეს და არა ქმედითი, რომ მართლა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა მიმართ შეიძლებოდა რაღაც შეღავათი მათი პირობების შემსუბუქება. ესე იგი ფაქტობრივად ამინისტია მოიცავს ისეთი პირთა მიმართ შეღავათს, რომელსაც დარჩენილი ჰქონდა 1 თვე, 2 თვე და ძალიან მცირე სასჯელი და ეს რას ნიშნავს? ასეთ პირებს ეხებათ ვადაზიადრე განთავისუფლება. ქართული ოცნების ინფორმაციით ამნისტია 4839 პატიმარს შეეხება. აქედან დაუყოვნებლივ 1000 გათავისუფლდება. პირობითი მსჯავრი 1 წლით შეუმცირდება დაახლოებით 7000 პირს. იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ამნისტია ბოლო 12 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა, იურისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ის უფრო მასშტაბური იქნებოდა. კანონპროექტის პირდაპირ წერია, რომ მომზადებაზე მცდელობას არ ეხება. ანუ ჩამონათვალი რაც არის მუხლების წეღანაც ვახსენე და კიდევ ძალიან ბევრი. მაგალითად დანაშაულის დაფარვა, დანობის შეუტყობინებლობა დანაშაულის, ხო, ანუ 3 წელი, 4 წელი ვისაც აქვს, 5 წელი არ ეხება საერთოდ. თუნდაც 117 მუხლი, ხო, ანუ მცდელობას რატო უნდა შეეხოს, თუ დაზარალებული იქნება თანახმარ. ამ ძალიან დიდი განსხვავება ეხება დამთავრებულ დანაშაულსა და მცდელობას შორის და პირდაპირ წერია, რომ არც მცდელობებს არ ეხება. ანუ რატო არ გაითვალისწინეს პატიმრების რაოდენობა, რაც არის საჯარისხსოვით დაწესებულებაში, მუხლები, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული პრაქტიკაში, გაუგებარია. მართალია, ამნისტია 300-მდე მუხლს შეეხება, მაგრამ ქართული ოცნების მიერ ამ ფორმით ინიცირებულმა კანონპროექტმა მაინც ბევრი კითხვა გააჩინა. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ამნისტია, თუ ის მხოლოდ იმ მუხლებზე გავრცელდება, რომლებითაც პირის გასამართლება პრაქტიკაში იშვიათად ხდება. პირველ რიგში უნდა განვაცხადო, რომ აღნიშნული კანონი ეხება დიდწილად ისეთ მუხლებს, რომელ მუხლებსაც უწოდებენ ჩვეულებრივ მკვდარ მუხლებს, ანუ რას ნიშნავს ეს? ამ მუხლებით თითქმის არ ხდება ბრალის აყენება სხვადასხვა პირისთვის, ან თუ ხდება, სასამართლო უფარდებს არასაპატიმრო საჭირს. ერთ-ერთი არის მაგალითად საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდის უუნარობისას. 206 მუხლის სისხლისამართლის კოდექსის მე არ მსმენია ვინმე არათუ ციხეში გაეშოთ, არამედ საერთოდ ვინმესთვის ბრალი წაიყენებინოთ აღნიშნული მუხლით. ადვოკატები განმარტავენ, რომ შეცდომაა კანონში არსებული დათქმაც, რაც დაზარალებულის თანხმობის აუცილებლობას გულისხმობს, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში უსამართლობის საფუძველი ხდება. აი მაგალითად, თუ რომელიმე სისხლისამართლის საქმეში დაზარალებული არსებობს და მიიღო მაგალითად 500 ლარის ზარალი. სხვა სისხლისამართლის საქმეში კი მაგალითად დაზარალებულმა მიიღო 10,000 ლარის ზარალი. და ხდება ისე, რომ დაზარალებული პირველ შემთხვევაში ამბობს, რომ მე არ მინდა ზარალის ანაზღაურება. მე მინდა, რომ ეს ადამიანი დაისაჯოს. მეორე შემთხვევაში კი დაზარალებული ამბობს, რომ მე მას პატიობ და თანახმავარ, რომ ის არ დაისაჯოს. პირველ შემთხვევაში გამოდის, რომ მას არ ეხება ასეთ პატიმარს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი გამოდის, რომ მას ეხება. ბუნდოვანია ისიც ქართული ოცნების წევრებმა რა ციფრებით იხელმძღვანელეს და რა კვლევებზე დაყრდნობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამნისტიის კანონპროექტი ამ ფორმით შეემუშავებინათ. იმდენი მუხლია ჩამონათვალში, ანუ ამ კანონპროექტის მე-7 მუხლში, ისეთი არ ვიცი რაზე დაყრდნობით მიიღეს, ანუ იყო თუ არა საერთოდ პრაქტიკული კვლევა ამასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეს თუ არა მოსაზრებები, რომ რა ხდება რეალურად და ძალიან დიდი რაოდენობის და ბევრი პატიმარია, ფაქტობრივად ისეთი მუხლები ამოიღეს, რომლის არ ეხება და ვერც შეამსუბუქებს პატიმრის მდგომარეობას. მთავრობამაც იმუშავა ამ თემაზე იუსტიციის სამინისტრომ. ოცნების დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ გათვალისწინებული მუხლების სია გააფართოვდეს. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს ჭარბი მოლოდინების შექმნის საბაბი არ უნდა გახდეს. ჭარბი მოლოდინების შექმნა არის ყველაზე ცუდი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო როდესაც ასეთ თქმანურ აქტს გამოსცემს, მან საზოგადოების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. და უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულების ინტერესებიც. ეს დრო გამოყენებული იქნება და კიდევ შეიძლება რაღაცები დაზუსტდეს.
ანუ გაფართოვდეს შესაძლებელი არის. კანონპროექტმა განხილვის პირველი ეტაპი უკვე გაიარა. მის საბოლოოდ მიღებას მეორე და მესამე მოსმენის გავლა სჭირდება. ამნისტიის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე სექტემბრიდან განახლდება. ევროპის საბჭოს 2024 წლის ანგარიშის თანახმად ციხეებში პატიმართა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზე რჩება. ახლა კი გამოგონილი სამსახურები ოცნებისგან. შემდეგ ამ გამოგონილ პოზიციებზე დასაქმებულებს ხელფას ჩვენ გადასახადის გადამხდელები ბიუჯეტიდან მოხდით. აიპების მაგალითი რომ ავიღოთ, მუნიციპალიტეტებში შექმნილია მოძრავი ბიბლიოთეკები. იქ დასაქმებულ პირს თვეში 300 ლარს უხდიან და სოფელში წიგნების დამტარებლების სტატუსი აქვთ. თუმცა ადგილობრივებისთვის წიგნების მიწოდების ეს სერვისი თითქმის არ მუშაობს. ერთადერთი სადაც წიგნების დამტარებლებმა ჩამოიარეს ხარაგაული სოფლები იყო, თუმცა წიგნების ნაცვლად მათ საარჩევნო კამპანია აწარმოეს. როგორ ზრდის ხელოვნურად შტატებს ოლიგარქის პარტია, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ და როგორ აძლიერებს ადმინისტრაციულ რესურსს, რა თქმა უნდა, ხმების მობილიზებისთვის. ირაკლი ბახტაძე მიმუშავა თემაზე და ახლა ის გვერდება პირდაპირ ეთერში. ირაკლი, როგორ მუშაობს ეს აიპების სქემა და განსაკუთრებით რეგიონების მაგალითზე შენ შეისწავლე ეს ყველაფერი და როგორ არიან ისინი, როგორ მუშაობენ და როგორ იღებენ უკვე ხელფასს სწორედ ბიუჯეტის ხარჯს. ქართული ოცნების ახალი სქემა, რომელიც როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ შეიმუშავეს, ყველაზე მეტად კარგად ქართული ოცნებისთვის რეგიონებში მუშაობს, რადგან ჩვენ რამდენიმე რეგიონში ვიყავით და კარგად აჩვენა ჩვენს მიერ ჩაწერილმა რესპონდენტების მიერ მოცემულმა ინფორმაციამ ის, რომ ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი პირები საჯარო სამსახურში დაასაქმა, ამის სანაცვლოდ ბუნებრივია კონკრეტულ თანხას უხდიან, თუმცა ამის მიღმა ამ ადამიანებს მოუწევთ 26 ოქტომბერს, როდესაც ისინი საარჩევნო უბანთამივლენ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა. გარდა მთავარი არხისა ამ გამოძიებაზე იმუშავა აიფაქტმა და აქაც კარგად არის წარმოჩენილი ის პრობლემები, რა პრობლემებსაც აწყდებიან რეალურად სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნების ლიდერები, დეპუტატები, რომლებიც ამ ადამიანებს ასაქმებენ შემდგომში სხვადასხვა უწყებებში, ეუბნებიან, რომ არჩევნებში თვითონ დასაქმებულმა პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა უნდა მისცენ ქართულ ოცნებას ხმა. უფრო მეტ დეტალს ჩვენი მაყურებელი ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან გაიგებს, თუ როგორ გეგმავს მართველი პარტია 26 ოქტომბრის გაყალბებას. და თქვენს პროფესიას რა ქვია? წიგნების დამტარებელი. რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ, ქართული ოცნების ახალი პროგრამის ბენეფიციარია. ის სოციალურად დაუცველია. საჯარო სამსახურშიც აქამდე არ უმუშავია. თუმცა რამდენიმე თვის წინ ამის შესაძლებლობა ხელისუფლებამ მისცა ერთი პირობით. თუ მეტყვიან, რა თქმა უნდა მივცე ხმა და ხალხიც უნდა მოუყვანო. გადამწყვეტი არჩევნებისთვის მზადება ოლიგარქის პარტიამ უკვე აქტიურად დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება 26 ოქტომბერსაც მოგებას დიდი ფულითა და მოქალაქეების მოსყიდვით გეგმავს. შაბათის მთავარმა რამდენიმე სოფელში სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული მოქალაქეების საქმეები შეისწავლა. ჩვენი რესპონდენტების მონაყოლით ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი პირების საჯარო უწყებაში დასაქმება ოცნების ახალი სქემა. სოციალურ შემწეობას სახელმწიფო ძირითადად ისეთ ადამიანებს უნიშნავს, ვინც ამ დახმარების გარეშე შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ოცნების ხელისუფლებამ სოციალური დახმარება ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების წინ ხმების მობილიზების მექანიზმად აქცია. პირდაპირ არავის არ უთქვამს, რომ ქართულ ოცნებას უნდა მივცე ხმა, მაგრამ ესეც იგულისხმება მაგაში. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ წინა საარჩევნო სამსახური მისი სოციალური სტატუსის გამო იშოვა. როგორც გვიყვება, სოფლის გამგებელი რამდენიმე თვის წინ თავად დაუკავშირდა და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში გამოგონილ თანამდებობაზე დაასაქმა, სადაც სოფელში წიგნების დატარება ევანება. თუმცა ჩვენი რესპონდენტის მონაყოლით ადგილობრივებს წიგნების მიტანის საჭიროება არ აქვთ. მეტიც, ეგრეთ წოდებული წიგნების დამტარებლის შესახებ მუნიციპალიტეტში თითქმის არავინ იცის. როცა დამირეკავენ, უნდა მივაწოდო წიგნები, მაგრამ არავის არ დაურეკავს და შესაბამისად არც არავისთან არაფერი არ მემიტანია. მე არ ვიცი. არც გამიგია, არც მესიჯი მომშლია მაგისი, არც ის. ჩვენ ვიპოვეთ იმ ადამიანების სია, ვინც ქართულმა ოცნებამ დასაქმების პროგრამაში წინა საარჩევნოდ შეიყვანა. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ მმართველმა გუნდმა მესაფლავეებად, მეეზოვეებად, დამლაგებლებად ძირითადად პარტიული აქტივისტები და მათი გულმხურვალე მხარდამჭერები დაასაქმა. სად მუშაობთ, სად ხართ დასაქმებული? აქავა წინამძღოლში. რას აკეთებთ, რაზე მუშაობთ? აი, ნაგვიბს რემი ფიზიკა.
ტერიტორიულად კანტონებთან. სოფლის საკრებულოში ხართ დასაქმებული? რა გევალებათ თქვენ იქ? აი მაგალითად სტადიონი მევალება, გზები მევალება, მაღაზიები მევალება. დაასუფთავოთ, ნაგავი გაიტანოთ, ნარჩენები უნდა გაიტანოთ ადგილიდან. რამდენს გიხდიან ამაში? 300-ია. ყოველთვის გიხდიან 300 ლარს. ვინ დაგასაქმათ, ვინ დაგიხმარათ? გამეხმარა სოციალურმა დამასწავლა. ხალი უმოხია. ჩვენმა გამგებელმა შემაიყვანა პირდაპირ ჩემთან აქ. თვითონ სოფლის გამგებელმა მოიყანა? პენსიონერი ივო დათუკაშვილი ქართული ოცნების ახალი პროგრამით თელავის მუნიციპალიტეტშია დასაქმებული. მის მოვალეობაში გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება შედის. ამისთვის მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ლარს უხდიან. ხელფასი ოჯახს არ ყოფნის, თუმცა მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ 26 ოქტომბერს, იმისთვის რომ სამსახური და სოციალური დახმარება შეინარჩუნონ. ანუ ქართული ოცნება ხელს გიწყობთ ყველანაირად. კი, რა თქმა უნდა, კი. და მე თქვენს არჩევნებში ეხმარებით ხოლმე? კი, აბა რა თქმა უნდა, მავინე ვიციოთ. ვიჩვენ გვეხმარება და მხარში გვიდგა პატივსაცემ. თვითონ ის იმათმა რომ ამდენი ცემენტი იყო, აი რა ვიცი, იმდენი რამეთი, აი ჟესტი იმათმა მოგცეს. შაბათის მთავარი კიდევ ერთ ოჯახში მივიდა, რომლის წევრებიც ხელისუფლებამ წინა საარჩევნოდ დაასაქმა. ალიკა სოციალურად დაუცველები ხართ თქვენ? მაგრამ იმ ხნის განმავლობაში სანამ დასაქმებული იყავით, ჩვეულებრივად იღებდით, ხო? ალეკო თელავის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ლარს იღებდა. როგორც თავად გვიყვება, სხვების მსგავსად ოცნების ახალ პროგრამაში ისიც სოფლის გამგებელმა ჩართო. რამდენ ხანს გაძლევდა 300 ლარიანი ხელფასი? გავიდა წელიწად და 2 წელი. თუ ვლიდით პატრონამდე სასწავლო. როგორ არ ვლიდით, კაცო, ეს ჩემი ხარჯები და გონებიც ხარ. მას მეკითხო პაპაში. გეჟაზი არის ხოლმე. აი გეჟაზი მეკითხოთ. მაგას უნდა გითხოთ, მაგარი გაიგეთ და ეს. ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სქემები სამეგრელოშიც აქტიურად აამოქმედა. შაბათის მთავარ სანდო წყარო ზუგდიდის გამგეობიდან უყვება, რომ ივანიშვილის გუნდმა რეგიონის ყველა საჯარო სამსახურში საკუთარი მხარდამჭერებისთვის გამოგონილი თანამდებობები შექმნა. იქნებ თქვენ გითხრათ, ძირითადად თქვენი კადრები არის, თქვენი შეთავაზებული პარტაქტივია, რომელსაც მერის სხვადასხვა სამსახურებში, მათ შორის აიპებში, სიპებში ასაქმებენ. არა, მე განათლება არ მყოფრის ვერ გიპასუხე. რატო ვერ მიპასუხებ? არ მყოფრის განათლება. პირი, რომელი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს თავს არიდებს, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსარია. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს საჯარო მოხელეა პასუხისმგებელი ოცნების მხარდამჭერებისთვის სამსახურის პოვნაზე. არითმეტიკა კარგად იცით, მათემატიკა? არა. მათემატიკაც არ იცით? არ ვიცი, არა, სკოლაში არ გავდივდი. და ხმების დახმის პროცესში რო ხართ ჩართული, როგორ ითვლით? აზერა. და ხმების მობილიზებას რო აკეთებთ, მაგას როგორ ახერხებთ? არა, რა შუაში ვარ. როგორ ითვლით, ბატონო დათო? არ ვიცი თვა. როგორ გაზარდა ქართულმა ოცნებამ შტატების სახელმწიფო სამსახურში. ამ თემაზე ვრცელი გამოძიება აი ფაქტმა გააკეთა. გამომძიებელ ჟურნალისტების მოპოვებული მასალებითა და მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ივანიშვილის გუნდი არჩევნებისთვის ადმინისტრაციულ რესურსს ხელოვნურად ზრდის. ჩვენ გვქონდა გამოძიებები თელავიდან, ცაგერიდან და ეს აიპების სქემა, მოკლედ ყველგან თითქმის მთელ საქართველოში ამ რაღაც სქემით ფუნქციონირებს, რომ არის გაბერილი შტატები, ბევრი ადამიანი დასაქმებული და შემდეგ არჩევნებზე ეს ბევრი დასაქმებული ადამიანი გარდაიქმნება ბევრ ხმად და მმართველი პარტია ამით ყოველთვის ხეირობს. ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 3 დღის წინ დაიწყო. თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის დიდი ხანია ემზადება. ახლა კი საბედისწერო შეცდომა თუ მძიმე დაავადების გამო დამდგარი ფატალური შედეგი. ბაბუციძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ 50 წლის კაცის სიცოცხლე არა სიმსივნემ, არამედ ექიმების დაუდევრობა მიმსხვერპლა. შუახნის კაცის სხეულში გარდაცვალების შემდეგ სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩინეს. გარდაცვლილის მხრივ იყვება, რომ სამედიცინო მასალა მუცელში ოპერაციის შემდეგ დარჩათ. შედეგად ალექსანდრე ბაბუციძემ მდგომარეობა დამძიმდა და ის ოპერაციიდან 1 თვეში გარდაიცვალა. ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს
მკურნალი ექიმიც და კლინიკაც რა პოზიცია აქვს მძიმე ბრალდებებზე საავადმყოფოს, სადაც მკურნალობდნენ და ოპერაცია ჩაუტარდა პაციენტს. ჟანა აკოფაშვილმა იმუშავა თემაზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ჟანა, დავიწყოთ იმით, რა პოზიცია აქვს საავადმყოფოს მკურნალ ექიმს და რას ამბობენ ისინი, ნამდვილად ქონდა თუ არა მსგავს ფაქტს ადგილი. დიახ, ამ ამბავში ამ ეტაპზე ძალიან ბევრი და უზუსტებელი დეტალია. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გარდაცვლილი კაცის ოჯახის მონათხრობი იყო, რომელსაც მომხდართან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს. ასევე შეკითხვები და საკუთარი ეჭვები აქვს კლინიკასაც, რომლისთვისაც გარდაცვლილი ალექსანდრე ბაბუციძის ოჯახის მონაყოლი დამაჯერებელი არ არის და მათთვის ეს ვერსია ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ამ საქმეს ნათელი მოეფინება მაშინ, თუ კი ამ საქმეზე გამოძიება დაიწყება. სპეციალისტებს და ექსპერტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ 50 წლის ალექსანდრე ბაბუციძის გარდაცვალების რეალური მიზეზი დეტალურად შეისწავლონ. სხვა დანარჩენ დეტალს ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. ჩემ მეუღლე შეეწირა ლაშა სარალიძე, მამუკა გონჯელაშვილის დაუდევრობას. ქალი, რომელიც ექიმებს დაუდევრობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, გარდაცვლილი პაციენტის მეუღლეა. ამბავი კი, რომელსაც თეონა ბაბუციძე გვიყვება, უმძიმესი მოსასმენია. რომ არა ეს ვიდეო კადრები 50 წლის კაცის ქვრივის მონაყოლი დაუჯერებელი იქნებოდა. თუმცა მასალა ახლა ექიმების სამედიცინო შეცდომის მთავარი მტკიცებულებაა. კადრებში კარგად ჩანს გარდაცვლილის მუცელში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ბინტი. ოჯახის მტკიცებით სამედიცინო მასალა 50 წლის კაცს ექიმებმა ოპერაციის შემდეგ ჩაუტოვეს. რომ უნდა ჩაესვენებინათ უკვე რომ ასე ვთქვათ მიცვალებული რომ გაგვეპატიოსნებინათ ჩაგვესვენებინა მაცივარში ამ ქალბატონმა თქვა რომ კვირას უნდა დაასაფლაოთ ესო მე ვთხარი არა მეთქი პარასკევ დღეს დაიღუპა და ეხლა ესე უცბად ერთ დღეში მე ვთხარი ვერა მეთქი მაშინ უნდა გავკვეთოვო ჩვენ რომ ის არ გაგვეკვეთა ვიფიქრებდი რომ ჩემი მეუღლე თავისი სიკვდილით დაიღუპა ბუნებრივი სიკვდილით და არა ექიმების დაუდევრობით ამ ქალმა რომ გაჭრა შეწუხდა ქალი. მოდით ნახეთ რა ხდებაო. თეონა ბაბუციძემ ექიმების შეცდომაზე საჯაროდ საუბარი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. სწორედ მაშინ გაიგო ოჯახმა 50 წლის კაცის მოულოდნელი სიკვდილის რეალური მიზეზი. ბაბუციძე გვიყვება, რომ ცხედრის გაკვეთისას მომსახურე პერსონალს გამოუგნებელი სურათი დახვდათ. რო გაკვეთეს, ნახეს რომ შიგნით იყო, რა ვიცი, მარლა, ბინტის ნაჭერი იყო თუ მარლა, ასეთი რაღაც, აი ამხელა, აი ესი ამოქონდაო იმასო. ექიმს თვითონ იმ გამკვეთ ქალბატონს, ვინც გაკვეთა. თელი მუცელი იყო ჩაჩირქებული, პერიტონიტი იყო დაწყებული, რომ თორე კადრშიც ჩანს იქ, რომ სიწითლე აღარა აქვს ადამიანს ორგანიზმში. ამის შედეგად გავიგეთ, რომ ეს იყო ჩარჩენილი, რამაც გამოიწვია ჩემი მეუღლის სიკვდილი. გაგიჟებულები იყვნენ ყველანი. ეს რა დავინახეთ, ამას მოუკლამს ეს კაცი. დამძიმდა და დაერია მე მთლიანად თელმუცელში და დაამძიმა ამისი მდგომარეობა. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ეს ექიმები. თეონა ბაბუციძე ქმნის გარდაცვალებას ინგოროყვას კლინიკის ექიმების დაუდევრობას უკავშირებს. ქალი იხსენებს, რომ ყველაფერი თვენახევრის წინ დაიწყო, როცა ალექსანდრე ბაბუციძე კონკრეტული ჩივილებით ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანა. ოჯახმა მანამდე უკვე იცოდა, რომ კაცს მეორე სტადიის სიმსივნე ჰქონდა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ოპერაცია დაიგეგმა. გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ბაბუციძე 7 ივნისს ჩაუტარდა. 50 წლის კაცს სიმსივნური წანაზარდის ნაწილი მოკვეთეს. ოპერაცია წარმატებულად შეფასდა. ექიმებმა პაციენტთან მკურნალობის შემდეგი ეტაპი დაგეგმეს და სახლში გაწერეს. ინგოროყვაში მივედით გონჯელაშვილ მამუკასთან. მივმართეთ მას. ჩემი მეუღლეც იქ ყავდა. გასინჯა, შეხედა. ნახა და თქვა რომ საოპერაციო არისო. რაღაც ხელით ისინჯებაო, სავარაუდოდ ფიქრობთო რომ უპრობლემოდ ამოიკვეთება ეს წანაზარდიო. დაახლოებით 2 კვირაში გაკეთდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომ იმის მაგივრად რომ წინ წამოსულიყო ადამიანი, სულ რამოდენიმე დღე იყო კარგად.
50 წლის პაციენტი კლინიკიდან ისე გამოწერეს, რომ ექიმებს ეჭვი არაფერზე გასჩენიათ. გარდაცვლილის ცოლი შაბათის მთავართან იხსენებს, რომ ოპერაციის შემდეგ მის ქმარს ინგოროყვას კლინიკაში გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარეს. მათ შორის მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, თუმცა ჩატოვებული ბინტი ვერ დაინახეს. ქალის მონათხრობით ექიმები მას არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო და შეეძლო ქმარი სახლში მშვიდად წაიყვანა. მინდა კიდევ გავარკვიო, მე არ ვიცი ეხოსკოპისტის სახელი და გვარი, რომელმაც ეხოსკოპია გადაუღო. რატომ ვერ დაინახა? ან თუ დაინახა, რატომ არ თქვა? ან თუ უთხრა ლაშას, რატომ დამალეს? თუნდაც იმ წუთში ეთქვა, 4 დღე იყო სულ გასული. თუნდაც გაეკვეთათ მეორეჯერ და ამოეღოთ ის ბინტი. ხოჯობდა რომ ის გაეკეთებინათ ის ხელახალი კვეთა ამ ადამიანისთვის და ამოეღოთ ის ბინტი, დღეს ამ სავალალო იმამდე არ მივიდოდი. და დღეს ჩემი მეუღლე გვერდზე მეჯდებოდა. 51 წლის კაცი მიწას ჩამადებინეს. არ ვაპატიებ, გავყვები ბოლომდე. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე ბაბუციძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კაცს აუტანელი ტკივილები და მაღალი სიცხე დაიწყო. ოჯახის წევრები მალევე მიხვდნენ, რომ თითქოს წარმატებული ოპერაციის შემდეგ მსგავსი სიმპტომები უმიზეზოდ არ გაჩნდებოდა. ბოლო რამოდენიმე დღე სუსტად იყო, ფეხები დაუსივდა, ეს რაც გამომდა. ყველაფერზე იცის, ხო არ შეიძლება რო თქვა. შფოთვა დაეწყო. ცხელაო, ყველაფერი ეს ფეხსაცმელი გამახტევინა, წინდები გამახტევინა, მიჭერსო. რო ამოვედი და ნახე ფეხები ხო ძალიან დასიებული და ნახე მუცელიო როგორ ამაქვს, გადიდებული ქონდა ორმაგათა. რაც ოპერაცია გაიკეთა, იმასდე კიდე დიდად. მიშველი რამეიო, შვილი რომ მაგას გეტყვი, შერაჭკუაზე იქნები და მე ვუთხარ დედა გინაწვალოს, რა გიშველო შვილი, რა გიშველო. დაწექი მე კიდე ფეხები და რუმბები ვითქონდა. ფეხებს ესე უსელამ. ყველაფერი რომ რიგზე არ იყო, ამაში თეონა ბაბუციძე სხვადასხვა გარემოებები არწმუნებდა. მისი მონაყოლით ოპერაციის შემდეგ გამართულად ვერ მუშაობდა პაციენტის მუცელში დამონტაჟებული კათეტერიც. ახლა დარწმუნებულია, რომ აპარატს ხელს მუცელში ჩატოვებული ბინტი უშლიდა. აღმოჩნდა, რომ დრენაჟი კი არ იყო ამოვარდნილი, არამედ დრენაჟში იყო რაღაც გაჭედილი. და აღარ გადმოდიოდა თვითონ იმ მილში სითხე აღარ გადმოდიოდა და გადმოდიოდა გვერდიდან. ამოუღო დრენაჟი ლაშა სარალიძემ, ეს არის ყასაბი ადამიანი, რომელმაც ცოცხალი ხორცზე დაადო ნაკერი ჩემ მეუღლეს. გეტკინაო, ეკითხება, როცა ამოუღო. ეუბნება, რომ არ მეტკინაო. ცოტაო, ესე უთხრა. ხო და ეხლა გეტკინებაო. თეონა ბაბუციძე გულგრილობაში ინგოროყვას კლინიკის ექიმებს ლაშა სარალიძეს და მამუკა გონჯელაშვილს ადანაშაულებს. ქალი ამბობს, რომ მისი ქმარი სწორედ მკურნალი ექიმის და ქირურგის დაუდევრობა მიმსხვერპლა. ვინც მიიღო ჩემი მეუღლის მკვლელობაში მონაწილეობა და ჩემი მეუღლე მოკლა, ესე რომ ვთქვათ, ყველას დასჯას მოვითხოვ. კონკრეტულად ლაშა სარალიძეს, რომელმაც არანაირი ყურადღება არ გამოიჩინა, არასოდეს არ უკითხავს თუ როგორ იყო მისი პაციენტი, რომელსაც მკურნალი ექიმი ქვია და ყველანაირად მე მგონი რომ მაგას ყველა დეტალი უნდა ეკითხა ჩემთვის და მე არ უნდა მერეკა და მე არ უნდა მეკითხა ყოველწუთში და იცის არ უნდა ეძახა. როგორ აღმოჩნდა პაციენტის მუცელში ბინტი და რა პასუხი აქვს გარდაცვლილი პაციენტის მკურნალ ექიმს ოჯახის ბრალდებებზე? ეს კითხვები ინგოროყვას კლინიკის ექიმებს დაუსვით. ბინტი როგორ აღმოჩნდა მუცელში? მაგარ კითხავდა, სიჩქარე არ ვიცი აღმოჩნდა თუ არა მოხდა, რა სიშულელია, მაგარი ძალიან დიდი სიშულელები. ისმინე თუ რამე გაინტერესებს, ბოლზანით შეუხდეთ და ვილაპარაკოთ ექსპერტიზა გაკეთდა, როგორ არის? კი ბატონო, კლინიკასთან ვართ ჩვენ. კლინიკასთან ვართ ჩვენ, ბატონო ლაშა. მე არ ვარ მეშუღლებაში ვარ. მოგვიანებით შაბათის მთავარს განმარტებების გასაკეთებლად ინგოროყვას კლინიკის ქირურგიული განყოფილების უფროსი დაუკავშირდა. მამუკა გონჯელაშვილი ალექსანდრე ბაბუციძის ოჯახის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და პაციენტის ქვრივის მონაყოლს ეჭქვეშ აყენებს. ის დარწმუნებულია, რომ 50 წლის კაცი არა დაუდევრობით, არამედ მძიმე სენით გარდაიცვალა. კლინიკის ადმინისტრაციას გარდაცვლილის ოჯახთან კონკრეტული შეკითხვებიც აქვს. ჯერ უნდა გამოეძიათ სამართლებრივად და მე კიდე ტელევიზორში წავსულიყო და ტელევიზიაში და მე კიდე სადაც. ამას ხოჭირდება რაღაცა ექსპერტიზა, ამას ჭირდება სამართლებრივი ძიება და არსებობს ჩვენ ქვეყანაში ყველა ის გზა, რომ ადამიანმა მონახოს ეს სამართალი. გვაქვს ვინმე სოფლის ბალზამიროვშჩიკის ნათქვამი. ძალიან დიდი შეკითხვებს აჩენს.
ან ბალზამი ზუმგერ, ამი ხوار ჩააფინა, ან მე არ ვიცი რა მიგეთ. ეს არ იყო ექსპერტიზა გაკეთებული. ეს იყო სოფლის ბალზამირებში უკვე გაკვეთილი, რაცო. გადასარევად იცოდნენ, რომ მქონდა ასეთი დონის სიმსივნე, რომ მისი საშველი რეალურად აღარ არსებობდა, რაცო. პროფესიული დაუდევრობა თუ გულგრილობა ამ კითხვას პასუხი სავარაუდოდ მას შემდეგ გაიცემა, რაც მომხდარზე გამოძიება დაიწყება და საქმეში ექსპერტები ჩაერთვებიან. სწორედ მათ უნდა დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა პაციენტის მუცელში დიდი რაოდენობით ბინდი. გარდაცვლილი ალექსანდრე ბაბუციძის ოჯახი და ახლობლები კი გაჩუმებას არ აპირებენ და ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებენ.